მოგესალმებით, ასტროლოგიის მოყვარულებო. მზად ხართ გაიგოთ, რას გპირდებათ ვარსკვლავები მაისში. ეს თვე ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის დამაინტრიგებელი შესაძლებლობებით არის სავსე. დარჩით ჩვენთან და მოისმინეთ თქვენი ზოდიაქოს სრულყოფილი პროგნოზი, დეტალურად და მარტივად. ვერძებო, მაისი ფინანსებისა და სტაბილურობის თვეა. თუ კი ბოლო პერიოდში ცოტა დაბნეული იყავი მატერიალურ საკითხებში, ახლა შეგიძლია სტრატეგიულად იაზროვნო და დაგეგმო შენი მომავალი. თვის შუა რიცხვებში მოულოდნელი შესაძლებლობა მოგეცემა, შესაძლოა წინადადება, რომელიც წარსულში გაურკვეველი ჩანდა, ახლა მომგებიანად წარმოჩინდეს. ენერგია გაქვს, მაგრამ საჭიროა სიფრთხილეც, განსაკუთრებით სიტყვებში და ხელშეკრულებებში. კურო. დაბადებისთვის გილოცავთ, კუროებო. შენ ხარ მაისის ვარსკვლავი და ეს ენერგია შენზე სრულად აისახება. დროა საკუთარ თავზე იფიქრო, საკუთარი სურვილები ხმამაღლა თქვა და იმოქმედო. შენი შარმი იზრდება და ბევრს მოიზიდა როგორც პროფესიულ, ასევე პირად ურთიერთობებში. მაისის მეორე ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია ფინანსური სტაბილურობისთვის და ახალი დასაწყისისთვის. ყუპები. ეს თვე შენთვის ემოციური მომზადების პერიოდია, მზის შენს ნიშანში გადასვლამდე. დაფიქრდი, რა ტვირთი გინდა დატოვო წარსულში. მაისის მეორე ნახევრიდან იგრძნობ ნამდვილ აღორძინებას. კომუნიკაცია, იდეები, ახალი ნაცნობები, შენ სტიქიაში ხარ. თუმცა ყურადღება მიაქცია ძველ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა მოულოდნელად დაბრუნდნენ შენს ცხოვრებაში. ეს შენი შანსია, ყველაფერი დაალაგო. კირჩხიბი. მაისი მეგობრული და კავშირებით სავსე თვეა შენთვის. მოულოდნელად აღმოაჩენ, რომ ადამიანები შენს გარშემო გაცილებით მეტ მნიშვნელობას იძენენ, ვიდრე ეგონათ. შესაძლებელია დაბრუნდეს ძველი მეგობარი ან წარმოიშვას თანამშრომლობის შანსი. ფინანსურად სიფრთხილე გმართებს, გადახედე შენს გეგმებს, მაგრამ ნუ ჩაიკეტები. ემოციების გაზიარებათვის დასაწყისშივე დიდ შვებას მოგიტანს. ლომი. კარიერული ზღვარი უკვე ახლოსაა, მაისში ყველაფერი შესაძლებელია, თუ გაბედავ და საკუთარ ძალებს ბოლომდე გამოიყენებ. შეინარჩუნე თავდაჯერებულობა, მაგრამ ფრთხილად იყავი გადაჭარბებულ თვითშეფასებასთან. თვის ბოლოს შეიძლება დაგიფასდეს შენი შრომა დიდი აღიარებით ან ახალ ეტაპზე გადასვლით. ნუ შეგეშინდება მეტი პასუხისმგებლობის, ეს შენ ხარ და შენ შეგიძლია. ქალწული. გონება გაფართოებას ითხოვს, იქნება ეს სწავლა, მოგზაურობა თუ სულისკვეთების ამაღლება. მაისი გიბიძგებს კომფორტის ზონიდან გახვიდე. მოულოდნელი დაინტერესება შენი იდეებით, მომავალ კარიერულ განვითარებაზე იმოქმედებს. რომანტიკულად კი მაისის შუა რიცხვებიდან ვარსკვლავები სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებენ. სასწორი. ემოციური სიღრმეები და ფინანსური გარდატეხა, ასე შეგვიძლია დავახასიათოთ მაისი. დროა გადახედო პირად ურთიერთობებს და დაფიქრდე, ვინ და რა გაქვს შენს ცხოვრებაში ნამდვილად ღირებული. საქმეებთან დაკავშირებით შეიძლება გამოიკვეთოს შემოსავლის ახალი წყარო ან მოგებასთან დაკავშირებული კარგი იდეა. მაგრამ ნუ იჩქარებ, ყველაფერი გაანალიზე მშვიდად და ფრთხილად. მორიელი. მაისი ურთიერთობების თვეა. იქნება ეს პარტნიორული, რომანტიკული თუ საქმიანი ურთიერთობები, ყველაფერი გადაადგილდება ახალ ფაზაში. შეიძლება გრძნობდე, რომ ვიღაც გიახლოვდება ზედმეტად ან პირიქით, დისტანცია გინდა. დაეყრდენი საკუთარ ინტუიციას და თქვი ხმამაღლა ის, რაც გულში გაქვს. თვის ბოლოს მზე დაგეხმარება რთულ კავშირში სიწმინდე და სიმშვიდე იპოვო. შვილდოსანი. მაისში მთავარი თემაა მუშაობა, ჯანსაღი და ცხოვრების რიტმი. გჭირდება დრო, რომ საკუთარი სხეული და გონება სწორ კალაპოტში მოაქციო. რაც უფრო მეტად მოახდენ ორგანიზებას, მით უფრო მშვიდად წარიმართება მოვლენები. და არ დაგავიწყდეს, მოულოდნელად შეიძლება სამსახურში ან ყოველდღიურობაში აღმოაჩინო პატარა რამ, რაც დიდ სიხარულს მოგიტანს. თხის რქა. დროა ცოტა გართობა და სიამოვნება შემოუშვა შენს ცხოვრებაში. მაისი გიბიძგებს, რომ შრომის პარალელურად სიყვარულისთვის და შემოქმედებისთვისაც მოიცალო. იქნებ გაიხსენო შენი ძველი ჰობი ან უბრალოდ მიენდო გრძნობას, რომელიც აქამდე შიშის გამო გადადე. თვე კარგია ბავშვებთან, საყვარელ ადამიანებთან და კრეატიულ იდეებთან ურთიერთობისთვის. მერწყული. მაისი შინაგანი გარდატეხის და ოჯახური თემების თვეა. შესაძლოა შენს ცხოვრებაში დაბრუნდნენ ბავშვების მოგონებები, ოჯახური საკითხები ან საცხოვრებელი ადგილის ცვლილებების იდეა. ემოციურად ცოტა მძიმედ შეიძლება იყოს თვე, მაგრამ სწორედ ახლა გაქვს შანსი ყველაფერს დაუდო საფუძველი, ახალ წესრიგს, ახალ მყუდროებას და ემოციურ სიმშვიდეს. თევზები. მაისი კომუნიკაციის თვეა. გრძნობ, რომ ბევრი გაქვს სათქმელი. დროა, ეს ხმამაღლა თქვა. წერილი, ინტერვიუ, საუბარი, ნებისმიერი ფორმა გამოგადგება შენი იდეების გაზიარებისთვის. კარგია მოკლევადიანი მოგზაურობები და მცირე სწავლის კურსებიც. რაც მთავარია, ნუ დაიგნორებ შენს შთაგონებას, რადგან მაისში ის განსაკუთრებულად ძლიერია.
აი ასეთია მაისის ასტროლოგიური სურათი, თვე რომელიც გვაძლევს შანსს რომ გავიზარდოთ, ავიღოთ ახალი მიმართულება და ვიყოთ უფრო ახლოს საკუთარ თავთან. გახსოვდეთ, ვარსკვლავები გზას გაჩვენებენ, მაგრამ გზის გავლა თქვენზეა დამოკიდებული. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი მეტი ასტროლოგიური შთაგონებისთვის. გისურვებთ ჯადოსნურ მაისს, იქ სადაც თქვენი ზოდიაქო იხდენ სურვილებს.